როგორც გითხარით, ეს განცხადება გიგაბოკერიამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა, თუმცა ამ მოწოდებას მთელი დღის მანძილზე წინ უძღოდა რამდენიმე სერიოზული ინციდენტი. დღეს სიღნაღში მმართველი პარტიის აქტივისტებმა ქართული ოცნების ლიდერის მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს. კოალიციის მხარდამჭერებს მათ ქალაქის შესასვლელში გზა გადაუკეტეს. სიღნაღის ცენტრალურ მოედანზე მობილიზებული იყვნენ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და გამგეობის თანამშრომლები. საბოლოოდ შეხვედრა სხვა ადგილას შედგა, თუმცა ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორის იქაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. სიტუაცია პოლიციამ განუხდა, დაშავებულია 2 ადამიანი. ავანტიურაზე მიდიან. ყველაფერს ცდილობენ. 60 ადამიანი დააპატიმრეს გუშინ. ჩვენი აქტივისტები, ყველაზე აქტიურ წევრებს ებრძვიან. 2 აქ დაუპატიმრებიან. დღესაც აგრძელებენ ეს ბავშვები. ეს ბავშვები აბსოლუტურად დაბნეულები არიან. ზოგი გამგებლის შვილია, ზოგი პოლიციის შვილი. და ისინი ცდილობენ, რომ ძალიან ცდილობდნენ, გურჯაანში ცდილობდნენ, დედოფლისწყაროში ცდილობდნენ, რომ როგორმე დაპირისპირებაში გადაეტანათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დაპირისპირება არ მოხდეს და ძალიან კარგად ვართ ამისთვის მობილიზებული. რა თქმა უნდა, ეს 51 ნომერი ჩაიცოვენ მაიკასა, ვერ შოვნიან თუ რა. როგორ შეიძლება რომ ჩვენმა კოალიციამ დაიწყოს რაიმე ექსცესებზე წასვლა. არ დაიჯეროთ. არც ერთი ნორმალური ჟურნალისტი ამას არ დაიჯერებს. ნებართვა დაცემული იყო მოედანზე და ჩვენ შევთავაზეთ, რომ არა ნაციონალური მოძრაობის პარტიის ოფისის წინ აღემართათ ესენა. ჩვენ შევთავაზეთ მოედნის მეორე მხარეს გაეკეთებინათ ესე. მათ პროვოკაციის მიზნით პირდაპირ ჩვენი ოფისის წინ განათავსეს ეს სცენა. არაფერი ხა ჩვენი პარტიული შტაბი გვაქვს, პარტია მოძრაობს და გვინდოდა პროვოკაციების თავიდან აცილება. შევთავაზეთ, რომ პროვოკაციები თავიდან აგვესილებინია და გადაგვეტანა ეს სცენა არა ჩვენი პარტიული ოფისის წინ, არამედ მოედნის მეორე მხარეს.